თაწმინდის პარკის ადმინისტრაციამ და TBC Art გალერეამ ერთობლივი პროექტი შეიმუშავეს, რომლის მიზანია თბილისი პარკის პოპულარიზაცია და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთათვის ახალი art სივრცის შექმნა. ჩვენ დავიწყეთ შემოდგომის თბილ დღეებში ასეთი აქცია პროექტის ჩემი ფუნიკულორი, სადაც სამოდიან მხატვრები, ესა გახლავთ TBC Art გალერეა, მათი ახალგაზრდა წარმომადგენლები, ახალგაზრდა თაობა და ამ თემის გარშემო ისინი ქმნიან თავიანთ ტილოებს, აცნობენ ჩვენს დამსვენებელს თავიანთ ხედვას და ყოველკვირა ვცდილობთ, რომ რაღაც სიახლე იყოს. ორგანიზატორების სურვილია, რომ დაფუძნდეს ერთგვარი თბილისური მონმარტრი, სადაც ქართულ არტისტებსა და სტუდენტებს მუშაობისა და დამსვენებელთან ურთიერთობის საშუალება ექნებათ. მე ვფიქრობ, რომ პროექტი ჯერჯერობით შედგა უკვე ერთი თვე არა ჩვენ აქ დავდივართ ყოველ კვირა დღეს. ძალიან ბევრი მონაწილე პროექტის აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც უბრალოდ ცეირნობს და უბრალოდ მოუნდა ხატვა. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დადებითი და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის პირველი ვთქვი ის რომ ეს არის ყოფილი ფუნიკულორის და ამ წუთში თაწმინდის პარკის მხარდამჭერი აქცია და მეორე ის რომ მხატვრებს აქვს ძალიან დიდი დადებითი ემოცია ამისაგან. ეს არის ძალიან კარგი. პროექტის მთავარი იდეაა კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა აქტიური ჩართვა პარკის რეაბილიტაციის საქმეში და მისთვის კულტურული ფუნქციის დაბრუნება. მე გავიგე ცოტა მოგვიანებით ამის შესახებ. ჩვენ ვართ აქ მეორედ. მე პირადად ყავს ჩემი სტუდენტები წამოყვანილი, რომლებიც არიან ძალიან კმაყოფილები, იმიტომ რომ პრაქტიკულად პირველად არიან ესე პლენერზე და მუშაობენ საღებავებით. ძალიან კაი პროექტია და ეს არის საჭირო პროექტი, იმიტომ რომ დიდი ხანია ესეთი ენთუზიაზმით არ ყოფილა ძალიან ბევრი მხატვრები ამოვიდნენ, თვითონ ჩვენც მუშაობთ, პლუს ბავშვებიც მუშაობენ და უნდა გაგრძელდეს. პროექტში ჩემი ფუნიკულორი გალერეა Art Avenue ჩაერთო თავიდანვე. პრინციპში ჩაერთო იმ თვალსაზრისით, რომ აღწერდა მთელს ამ პროცესს ფოტო გადაღებების საშუალებით. შემდეგ აქედან გამომდინარე მოვიდა კიდევაც ის იდეა, რომ ჩაგვერთო ფოტოგრაფები, მოგვეწვია პროფესიონალებიც, არაპროფესიონალებიც და უფრო მეტად საინტერესო გამختارიყო ეს პროექტი იმ თვალსაზრისით, რომ ასე ვთქვათ, შემოქმედებითვე აგვესახა. პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ სურვილს შეუძლია, ვინც Facebook-ის საშუალებით სურვილს გამოთქვამს. 2 თვის განმავლობაში დაგროვილი ნამუშევრებით ძველი ახალწელს პარკის ტერიტორიაზე გამოფენა მოეწყობა. მე პირადად ძალიან დიდი ინტერესით ვადევნებდი ამ სიუჟეტის თვალყურს და უფრო ვრცლად დამაინტერესდა რა ხდება რეალურად ფუნიკულიორზე აი ამ პარკში რაღაც სიუჟეტიდან გამომდინარე შევიტყვით რომ სერიოზული კულტურული ამბავი ხდება იქ მხატვრების ფოტოგრაფების და არა მხოლოდ მათი გაერთიანება და როგორც ვიცი სტუმარი ყავს ხო უკვე სტუდიაში და ნინი წავიდა. ქალბატონი კეთი კორძახია გახლავთ ჩვენი სტუმარი დილამშვიდობის ქალბატონი კეთი მადლობა რომ მოგწალეთ გადაცემაში მონაწილეობას. მაყურებლებსაც მივესალმები. მე როგორც მივხვდი ამ თემას სალაპარაკოდ დამიძახეთ. იცით რა ეს იდეა საერთოდ ჯერ თიხე თქვენ პატარები ხართ და თქვენ არ გახსოვთ რა იყო ფუნიკულორი. ჩემი მშობლების დროს და ჩემი სტუდენტების ხმე აკადემიაში ვსწავლობდი და როგორც კი 2 წუთი გაგვიჩნდებოდა მივირბოდით ხო. მე რაღაც ამ არეულობის გამო და თქვენთვის ცნობილი მიზეზების გამო ეს ფუნიკულორი ერთგვარად ჯერ ერთი შეყომდა მისი განვითარება. იქ უკვე არაფერი აღარ ხდებოდა და მე მან მიიღო კონკრეტულად საბავშვო ბაღის პარკის ბომბორას სახე ხო? და იცით რა რატომღაც ჩვენ გადავწყვეტეთ სხვათა შორის ეს ძალიან უცნაურად მოხდა ეს ამზაფხულს აუზზე ერთ-ერთმა წარმომადგენელი ნათია იაშვილი რომელიც იყო ერთად ცურავდი და ცურვის დროს მოგვინდა რაღაცა ესეთი გაგვეკეთებინა. ბევრი კამათის და იმის შემდეგ შევარჩიეთ ეს ფორმა. ეხლა იდეა რა არის ამ პროექტის? ჩემი ფუნიკულორი ქვია. ეს ნიშნავს იმას რომ ყველა უფრო მოზრდილი ასაკის ვინც არის იმან უნდა დახატოს ის რაც მას ახსოვს და რაც უნდა რომ იყოს და დანარჩენებისთვის ეს უნდა იყოს ერთგვარი მოლოდინი, როგორი უნდა იყოს ფუნიკულორი თაწმინდის პარკი.
და იცით რა ძალიან დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ იდეას თვითონ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მე მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდი ენთუზიაზმით მუშაობენ მხატვრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა რაც თქვენ შეეხება გამოფენას, რაც თქვენ თქვით. ეხლა ეს შემაჯამებელი არ არის, არ დამთავრდება ეს. უბრალოდ რაღაცა ეტაპის დამასრულებელი, იმიტომ რომ ზამთარში არ ვიცით ჩვენ როგორი სიხშირით იქნება ეს ამბავი და მოხდება ხოლმე ეს მხატვრების იქ ადგილზე მუშაობა. მაგრამ რატო გვინდა რომ ეს გამოფენა გავაკეთოთ? იქ იქნება რაღაცა სიმბოლური აუქციონი, გვინდა ხალხიც დავპატიჟოთ და თუ კი რაღაცა თანხა მოგროვდა, ეს უკვე ჩაიდება აი ამ კონკრეტულად ამ პროექტის განვითარებისთვის. რომ შემდეგ ეგ გუში მაგალითად იყო ასეთი პრეცედენტი მოხდა, იცით წინასწარ Facebook-ზე არსებობს ცალკე გვერდი ჩემ გვერდზე ძებს ინფორმაცია, ქალბატონი ნათიას გვერდზე და ფუნიკულორის გვერდზე ცალკე არის პროექტი ჩემი ფუნიკულორი. სადაც არის სულ ეს მიწერ-მოწერა და ვისაც უნდა ხოლმე მხატვრები. ისინი ინფორმაციას გვიყვება. აი გუში მაგალითად ერთი მხრივ ცოტა საწყენი იყო ეს რომ ვერ დავახატინეთ შემთხვევით ამოსულ ხალხს. ანუ წინასწარ უნდა ვიცოდეთ რაოდენობა, იმიტომ რომ ამას იხდის პარკის ადმინისტრაცია, პარკი და მასალაც უნდა იყოს, მოლიბერტიც უნდა იყოს, საღებავიც უნდა იყოს. მაგრამ იდეაში ეს რა იქნება, იცით, ბოლოში. ეს იქნება ისევე როგორც მონმარტზე, ყველას შეიძლება ასვლა, წინასწარ შეუთანხმოთ, იქ იქნება მოლიბერტებიც და ყველა საჭირო ინვენტარი. აი ეს არის ძირითადი იდეა. და რაც შეეხება ახლა ფოტოგრაფების მონაწილეობას, ესეც მოგვივიდა აი ძალიან სპონტანურად. იმიტომ რომ ისეთი კარგი ფაქტურაა, ისეთი კარგი გარემოა, აურაც, დამთვალიერებელი და ძალიან საინტერესო ის არის პლატფორმა ფოტოგრაფებისთვის. და ეს გამოვაცხადე, ცოტა შორის აქ არ არის აუცილებელი რომ იყოს მაინც და მაინც ესეთი სახელოვანი ფოტომხატვარი, ფოტოარტისტი. შეიძლება სულ ელემენტარული აპარატით გადაღებულმა ფოტომ კონკურსში გაიმარჯვოს. აი რაც შეეხება უკვე მე შემდეგ ამ ფოტოკონკურსს და არჩეულ პრიზირებულ ნამუშევრებს ისინი ალბათ დიდ ბილბორდზე გაიჭიმება და აუცილებლად ამ ავტორის ბუკლეტსაც დაუბეჭდათ. ეს არის იდეა და ჯერჯერობით აი თქვენს გვერდსაც ხედავს ახალმაყურებელი? ჩვენ გვერდსაც ხედავს კი. ანუ შეუძლიათ ახალბედა ფოტოგრაფებსაც და ახალბედა მხატვრებსაც შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ეს არ არის სიმართლე გითხრათ თავიდან იქ აი ესეთი ძალიან სახელოვანი მხატვრები არ ყოფილა სახელოვანი ასე ვთქვათ უკვე რომელსაც არ აქვს გამოფენის ცნობადი არ მიყვარს ეს სიტყვა ამიტომ არ ვთქვი მაგრამ რა არის იცით ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მომწონს ყველაზე მეტად აი ეს რაღაცა ჯგუფური მუშაობა გამოვიდა ანუ იქ დადის ის ხალხი ვინც ერთმანეთთან რა თქმა უნდა ყველა ცალკე დგას თავის მოლიბერთან მაგრამ ერთად ავდივათ ერთად ხორიალ ბორიალობენ და მოკლედ ეს ანუ ფოტოკონკურსის თემაც არის ჩემი ფუნიკულორი ფოტოკონკურსის თემაც არის მაგრამ იცით რა არის კიდე ამ ფოტოკონკურსის გარდა ის აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ პარალელურად რაღაცა კულტურული სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს მაგალითად თითების თეატრი იყო ერთხელ იყო წეროვანის ბავშვთა ანსამბლი იყო ეს უკვე მე არ მიმიღია მონაწილეობა იყო ლუდის ფესტივალი აი ამ დაგვარი რამ სულ იქნება მე მინდა მივეჩვიოთ ხა ზამთარში წერნობს ხო თოვლში ხალხი ბავშვებისთვის ძალიან მით უმეტეს როცა ეს ტრამვაი გაიხსნება უფრო იოლი იქნება დროში უფრო მალე მოხდება ეს ასვლა ასე რომ ქალბატონკეთი რამდენად მასშტაბურია ეს აქცია დაახლოებით რამდენი მხატვარი რამდენი ხელოვანი იღებს აი იცით რა არის ძალიან უცნაური მე არ მეგონა რომ ამდენმა ხალხმა მიიღო ახლა გუშინ ვეთვლდი სწორედ 69 მხატვარმა მიიღო წარმოგიდგენიათ და თან მგონია რომ ერთი და იგივე ხალხი დადის და ამის არ არის ასე თურმე იქ ბავშვებიც ხატავენ ვინც ამოდიან როცა არის ამის საშუალება რა თქმა უნდა ტილოსთან მათ ვერ ვაყენებთ მაგრამ ყოველთვის გვაქვს ფორმატი იქ და პასტელიც და ნახშირიც და შეუძლებში ხდება მარტო და თვითონ მხატვრისგან საათი და უკაცრავად რომელი საათი თქვენც გინდათ ხატვა ხატვა დათვალიერებული და პორტრეტ გესტურებ და ძალიან ისიამოვნებაა რომელი საათიდან იწყება იცით რა 12-ზე ვიკრიბებით სანამ სულ ყველა მე იქ დავბინავდებით ძირითადად პირველიდან ხდება ეს მთელ ტერიტორიაზე და აი როგორც აღშეთ 69 დავით ავტორი ნამუშევარი დაახლოებით 95
ანუ თითო მხატვრისგან არ არის მხოლოდ ერთი ნამუშევარი. არ არის. არა, ნუ ხო ვინც ერთხელ ამოვიდა იმის ერთია, მაგრამ იცით რა, თავდაპირველად ქონდა დიდი ზომის სტილები, მეტრი მეტრზე და ერთ ჯერზე ამის მორევა ახალგაზრდა დამწყებისთვის ცოტა რთულია. სტუდენტები არიან ძალიან ბევრი და ეს ძალიან მიხარია. ხოდა რას ვამბობდი, აუცილებლად ეხლა აი თქვენი მეშვეობით ძალიან დიდი მადლობა რომ ამაზე ლაპარაკის საშუალება მომეცა. აუცილებლად უნდა მოგწერონ წინასწარ რომ არ ვაწყენინოთ მე ვინმეს იმის გამო რომ არა გვაქვს მათთვის ინვენტარი. წინასწარ აი ეს სწორედ ამაში გამოიხატება ადმინისტრაციის თაცბედის პარკის ადმინისტრაციის დახმარება რომ ისინი იძენენ დაახლოებით რამდენი ხნით ადრე უნდა დაგიკავშირდნენ? 1-2 დღით ადრე მაინც. გახაბაში შეგიძლიათ წაფულდეთ ფოტოები. რა თქმა უნდა, მე ამიტომაც შეგიძლიათ. ხატვით ვარ ხატავ, მაგრამ აი ფოტოებს გადავიღებ სიახლოვე. ეხლა შენ არ იცით ხატავს თუ არა მაგას მე გეტყვით გამოგივარდოთ. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ, სიამოვნებით გეწევით, ნამდვილად კვირა დღეს ჩვენ პირობას გაძლევთ რომ ძალიან სიამოვნებით მოვალთ დარწმუნებულები ვართ. კარგად ზანდებოდეთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის.